ჩვენთან მაგნოლიები ქოთანში ყვავის. გარეთ დარგვის ფუფუნება არ გვაქვს. არ გვაქვს იმხელა ადგილი მაგნოლიას დიდი სივრცე ჭირდება. ნახე რა ლამაზად ყვავის. რა მხელა ყვავილები აქვს რა ლამაზი. ნახე. რა კარგია. მარადმწვანე მაგნოლია. ეხლა ბოლო დროს დაიწყეს თბილისის ქუჩებში დარგვა ხეების და ეტყობა კლიმატურ დათბობასთან დაკავშირებით თბილისში ცხარობს. ბორჯომის ქუჩაზეა ერთი ეზოში ძალიან დიდი ეგზემპლარი, მარჯანიშვილზეა ბევრი, ძალიან ლამაზები. აი როგორი კოპრები აქვს, ნახე. მიხარია რომ ქოთანშიც ყვავის. ძალიან კარგებია. ურთულესი გასახარებელია. საერთოდ ვერ იტანს გადარგვას. არ უყვარს გადარგვა. ეს პატარა ნერგები ჩვენი გამრავლებულია, ქოთნებში გაზრდილია, აი ნახე როგორა გაზრდილი, ნათესარია რა თქმა უნდა. ასე გადარგული რა თქმა უნდა გაიხარებს, მაგრამ ბევრი დრო დააგვიანდება სანამ ყვავილობამდე მივა. მე-7, მე-8 წელს შეიძლება აყვავდეს დარგვიდან. სხვანაირად ეს კი ერთი 8 წლის ალბათ. ჩვენი გაზრდილი არაა, იტალიიდანაა ჩამოტანილი რა თქმა უნდა. მაგრამ აყვავებამდეც ლამაზია, მაგნოლია კარგი ხია, მარადმწვანე ხე და მომყუდროებულ ადგილას კარგად აღმოსავლეთ საქართველოშიც უკვე კარგად ხარობს და დასავლეთში ხომ ბათუმის სიმბოლოა საერთოდ და ზუგდიდში ძალიან ბევრია ლამაზი ეგზემპლარები და ბევრგან შეხვდებით დასავლეთში ეზოებში, გურიაში, კოლმეურნეობის ეზოებში, ჩაის ფაბრიკის ეზოებში ძალიან ლამაზი ეგზემპლარები შეგვხვდებათ. ჩვენ ასე მხოლოდ ვამრავლებთ 1-200 ცალი მექნება, მეტი არა. ასე პატარა ნერგები თესლით ამოსულია რა თქმა უნდა. და გადარგავ ჯოხს მისცემ და ნელ-ნელა გაიზრდება. ამას ბევრი ლოდინი უნდა, ჩქარა არ გამოვა. რამდენიმე ეგზემპლარი გვაქვს ეს დიდები, აი აქაც ყვავის ნახე. აი რა კარგია. ამაზია, ჩემთვის რომანტიული ყვავილია და ძაფრი სურნი აქვს რა თქმა უნდა და ამ სურნელის გამო იცნობს ბევრი. ძალიან ძაფრია მისი სუნი. ბევრს თავს ატკივებს. მე მაგალითად სახში რომ შემიტანია, იმდენად ძაფრია ყვავილის სუნი, რომ არ მომეწონება, რა თქმა უნდა. მაგრამ კარგი ხია. ერთი კულტურული ესეთი რაღაცნაირი რომანტიული ხია. მშვენიერი. ზეთისხილი ერთადერთი ხეა, რომელიც წლის ნებისმიერ დროს შეგიძლია დარგათ. რა თქმა უნდა, ხეხილის დარგვის დრო უკვე გათავდა. ახლა ვერ დარგავთ ხეხილის ნერგს, შემოდგომის სეზონს ველოდებით, მაგრამ ზეთისხილია ერთადერთი, რომელიც შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს გადარგათ, მით უმეტეს თუ ის კონტეინერშია და თუ კი პარკშია ჩვენ შემთხვევაში გაზრდილი. ორი ზომის ზეთისხილი გვაქვს, ბევრი გვაქვს მომარაგებული, ეს ჩვენი გამრავლებული ნერგი არაა, თურქეთიდან ჩამოტანილი ნერგია. ასეთი პატარები ერთწლიანი ნერგები, რომელიც ძალიან ხარბად და კარგად გაიზრდება თუ გადარგავთ, ამაში უჭირს ფესვები გარეთ აქვს უკვე გამოტანილი და 2 წლიანი უკვე 2 და 3 წლიანი მაღალი ნერგები უკვე, რომელსაც სარის გარეშე ვერ გაახარებთ, სარი ჭირდება აუცილებლად. თუ კი მზიანი ადგილი გაქვთ, ხრიოკი ადგილი გაქვთ, ურწყავი ადგილი გაქვთ, მშვენივრად გაახარებთ. დასავლეთ საქართველოში ბევრ ადგილას არ გამოდგება, მაღლობზე მზიან ადგილას შესაძლებელია და თუ არა კოლხეთის დაბლობზე არც უნდა ეცადოთ, იმიტომ რომ ამხელა სინესტეს ვერ უძლებს. როგორც გითხარით, ნერგი ბევრი გვაქვს, შეგიძლიათ გადარგათ და გაზარდოთ. ეს ის ჯიშებია, რომელიც შეგიძლიათ ნაყოფადაც გამოიყენოთ, მარტო დეკორატიული მიზნებით არა. თურქეთში და ზოგადად ხმელთაშუა ზღვებში ამრავლებენ ზეთისხილს საკვებად. რა თქმა უნდა, იქ ხილად და დასამწნილებლად და რა ქვია მაგას, მარინადების მოსამზადებლად იყენებენ და ამიტომ სულ სამრეწველო ჯიშებია, არც ერთი არაა დეკორატიული ჯიში. რა თქმა უნდა, დეკორატიულადაც გამოგადგებათ, მაგრამ ასევე ხილადაც. სულ ყველა ყვავის, ახლა ეს 2 წლიანი ნერგი, 1 წლიანები არ ყვავის ჯერ. მომავალ წელს აყვავდება და 2 წლიანი და 3 წლიანი ნერგი სულ ყველა ყვავის. ამ წვრილი ყვავილით ეს ნიშნავს იმას, რომ შემოდგომაზე უკვე ნაყოფები ექნება ამ მცენარეებს. შეგიძლიათ ჩვენთან იყიდება და სიამოვნებით გვაქვს, მარაგი ბევრი გვაქვს 10,000 წელი მაინც გვექნება. ძალიან ლამაზად აყვავდა ვარდისფერი ბუთხუზა ყვავილებიანი შროშანები. პირველად მაგ ეს ჯიში აქამდე არასდროს არ მქონია. წინა დღეებში სულ გაჩვენებდით, სტაფილოსფერები მქონდა, ვარდისფერებიც იყო, ალისფერი იყო, ცეცხლის 1, 5, 6 სხვადასხვა ფერის გველა გააქა.
ეს გაზაფხულზე მორჩენილი ბოლქვებია, რაც ბოლქვებად ვერ გავყიდეთ, მე დავრგით ქოთნებში, გასაყიდათ, რომ აყვავებული უფრო თვალს მიიზიდავს და შეაეხარბება ადამიანს. ასეთი ჩახუჭუჭებულ ყვავილიანი ჯერ არ მქონია, პირველად გვაქვს წელს და სხვათა შორის არ გამოდგა ცუდი. ძალიან ლამაზებია. სურნელი აქ უნაზესი და უკარგესი, ძალიან ლამაზია და კაი სანახავია. გამძლეობითაც მე მგონი არ უნდა იყოს ცუდი, ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია, მეც პირველად მაქვს, მაგრამ არ უნდა იყოს ცუდი, რა ვიცი, კოკორიც ბევრი აქვს და აი შემდეგი დღეები ახლა მომდევნო შაბათ-კვირას გვექნება. სულ 1500 ცალია, ბევრი არ არის. დღეს ბევრი წაიღეს ვაჭრებმა, გასაყიდათ და აი ეს არის დარჩენილი სულ, აი რასაც აქ ხედავთ, ეს არის სულ. ლილია შროშანი მრავალწლოვანი ყვავილია. ნახევრად ჩრდილი ურჩევნია, გარეთ შეგიძლიათ დატოვოთ ბოლქვები ეზოში, ამოუღებლად შეგიძლიათ დატოვოთ, სხვა ლილიებს ვტოვებთ და ესეც მე მგონია რომ პრობლემა არ უნდა იყოს. და მომავალ წელს ერთის მაგივრად 3-4 ბოლქვი ამოვა. თუ ბოლქვებს ამოიღებთ, შეგიძლიათ დააყოთ, დააცალკევოთ და ცალ-ცალკე დარგათ. თუ არა და მომავალ წელსაც გექნებათ უკვე ბუჩქად. სხვათა შორის მეორე წელს უფრო ამოდის დაბალი, ეხა ეს კარგად მაღალი მოსაჭრელი ჯიშია სხვათა შორის. და მაღალი ღეროებზია და მეორე წელს ამოდის უფრო დაბალი ზომის, მაგრამ სამაგეროდ 3-4 ღერო. და აი 3-4 წლის წინ დატოვებულები რომ ნახოთ, ის საერთოდ ბუჩქებად ამოდის და კარგად ყვავის, რა ვიცი, ამ დროს ეხა როცა ვარდი უკვე თითქმის ამთავრებს, დანარჩენი ყვავილებიც უკვე სიცხისგან შეწუხებულები არიან. ერთი გახარება შროშანიც გაგახარებ. თან ღვთისმშობლის ყვავილია. კათოლიკურ ხატებზე, კედლის მხატვრობა, სადაც გინახავთ კათოლიკურ ეკლესიებში, ღვთისმშობელს სულ უჭირავს შროშანის ყვავილი ხელში. აი ეს ის ამბავია. რა ვიცი, მე მომწონს და კმაყოფილი ვარ და გახარებული ვარ, რომ გამომივიდა. ქოთნებშია ნახეთ, აი კონტეინერებშია ყველა და ამიტომ ადვილად შეძლებთ გადარგვას ნებისმიერ დროს. დამატებითი ფესვებიც აქვს უკვე წამოღებული და კაი ძლიერი ძირებია.